როგორ არწმუნებთ უცხოელს, რომ ღვინო მართლაც ქართულია? ეუბნებით, აი ძმაო, სიტყვა wine, საიდან შემოვიდა შენს ენაში? ეგ არა, სიტყვაც კი ჩვენგან გაქვს წაღებული. ხო და ჩვენ დავწურეთ და ჩვენ დავაყენეთ პირველება. Understand? Understand. და როგორ არწმუნებთ ვინმეს, რომ საქართველოში დემოკრატია ყვავის? ეუბნებით, რომ პარლამენტი იქით იყოს და 64 მუნიციპალიტეტიდან 64-ის მერი ქართულ ოცნებას წარმოადგენს. 64-ვე საკრებულოს თავმჯდომარე. 5 თვითმმართველი ქალაქიდან 5-ვე კოცია. 5-ვე საკრებულოს თავმჯდომარე პროჭორვილელი. ამ სურათის წარმოდგენა უბრალოდ ვერ წარმოდგენა იქნება უფრო კარგადაც მუშაობდეს ვიდრე დარბევების ვიდეოების ჩვენება და ხანგრძლივი ახსნა განმარტება რა დააშავა ბორია რუსმა. რა კანონები შემოიღო, რამდენი ხალხი ჩაყარა ციხეში, რამდენი სცემა, რამდენი ბავშვი ჩაახრჩო ქვევრში. საშუალო სტატისტიკური ბელგიელი, ან ავსტრალიელი, ან მექსიკელი, ან იაპონელი უბრალოდ ვერ წარმოიდგენს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ადამიანებმა ნებით აირჩიეს ერთი პარტიის კანდიდატები. ყველაში, უკლებლივ. რუსეთი რომ რუსეთი, აი, პუტინის რუსეთი, ფაშისტური იმპერიის კარიკატურა. იქაც კი უამრავი რაიონია, სადაც არჩევნები სხვა პარტიებმა მოიგეს. არა ეძინა ერასიამ და მუნიციპალური ხელმძღვანელები გახდნენ. მართალია მათი განსხვავება ეძინა ერასიასგან ისეთივეა, როგორც ხალხის ზალის ან იაგო ვითომ გირჩის განსხვავება კოცისგან, მაგრამ სახელი ხომ მაინც სხვაა. ფორმალურად. ვიღაც კომპარტიას წარმოადგენს, ვიღაც ლიბერალ დემოკრატებს, ვიღაც სპრავედლივა ერასიას. თლა ჩუვაშეთის გუბერნატორი ამ სპრავედლივა ერასია და ჩუვაშეთი იცით რამხელა 18000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი. სამეგრელო და იმერეთი რომ შეაერთოთ, იმაზე დიდი. მოსახლეობა არის თბილისივით. აი ამხელა რეგიონს ყავს ფორმალურად მაინც ოპოზიციონერი ხელმძღვანელი. რუსეთი კი არა, საბჭოთა კავშირში უმაღლეს საბჭოებსა და ადგილობრივ საბჭოებს რომ ირჩევდნენ, იქაც კი კომპარტიის წევრთა რაოდენობა ნახევარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. დანარჩენები უპარტიოები იყვნენ. ჩემი თუ არ გჯერათ ბორიას კითხეთ. საბჭოთა უნივერსიტეტები მაგას აქვს დამთავრებული. ასე ამბობს ყოველ შემთხვევაში. და თქვენ პროჭორვილებნო, დედები მოგიკვდებოდათ ვინმე სხვა რომ გეპოვნა და უბრალოდ აი ფასადის შესაქმნელად მაინც მიგეცათ ერთი რამე ქეციანი ადგილი. სადმე. მაგრამ მაგის მიხვედრას ფილტვი უნდა. თქვენთან კი განათლების რეფორმის ბედს გენო პეტრიაშვილი და ლადო ხინჩეგაშვილი წყვეტენ და რავი, აბა როდის მიხვდებით იმდენს რომ შეუძლებელია ვინმე დაარწმუნოს შენს დემოკრატიულობასა და მრავალპარტიულობაში თუ სხვა პარტია ფიზიკურად არ არის, არსად არ ჩანს. ამ ალბათობის წინაშე აინშტაინს კი უძლურია და ძალიან თუ გაუბრუღავთ ვინს, მარტო ენას კი არა, ქოდსაც გამოგიყოფთ ის კაცი.